მოგესალმებით მეგობრებო, ეხლა მოვედით ყვარელში. ეს არის დოლოჭოპოს ბაზილიკა. ერთ-ერთი უძველესი საქართველოში. ყვარელში დურჯის მარჯვენა სანაპიროა. ეხლა ჯერ გარედან დავათვალიერებ, მერე შიგნიდანაც გაჩვენებთ. საკმაოდ დიდი კონსტრუქციაა. არის ქვევრებიც. ოღონდ საინტერესოა, ქვევრები გარე ფასადის გარეთ არის. აგერ არის ერთი აქ და აი შიგნით მეორე. მოვუაროთ და გადავიდეთ. იმედია არ ჩავარდებით აქ. ოპ, გადავიდეთ. საკმაოდ მყარი კონსტრუქცია იქნებოდა თავის დროზე, იმიტომ რომ და დიდი. აქ არის ერთი კედელი, შუაში როგორც ხედავთ, წყლის რეზერვუარებია და ვაი, აქ შიგნით უკვე ნაგებობაა. სამწუხაროდ არ ვიცი ამის ისტორია. რა იყო, როგორ იყო. მაგრამ მოვიძიებ და დავდებ მაგასაც. აქეთაც. ეს დროინდელი, რა ვიცი, ალბათ მერია გაკეთებული აქ ქვის რეზერვუარები. ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. მე ცოტა მაღლიდან გადავიღოთ. აქეთაც აი ქაჩანს რაღაც რეზერვუარი. საინტერესოა, რამდენ სართულიანი იყო. დონეები არ ეტყობა აქ. აი ეს უფრო დაბლა ძველი ნაშენია,
აქედან მაღლა უკვე ალბათ შერემონტებულია. ან მერე ააშენეს. ან რამე მტრის შემოსევისგან იყო დაზიანებული და გააკეთეს. აქაც დაახლოებით მასეთია. არა, სამარხები ყოფილა ესენი. აგერ ადამიანის თავის ქალა. სამარხები ყოფილა და საკმაოდ უძველესი ადგილი ჩანს. აგერაც ვნახავთ ეს სამარხები 1 2 3 ადამიანის თავის ქალა. ეს გაბრიელი ჩემი ნათლული. ისინი თავიდან ვიდეოში რო გამომდი და რომ მეგონა წყლის რეზერვუარები ან წყლის გამტარი აღმოჩნდა სამარხი. აქეთაც დავათვალიეროთ, აბა. აქეთ არაფერი არ არის. აქ დაბლა. კი, მასია, სამარხებია. აქეთაც. აქეთაც. ნახე. რამდენი სამარხია მასე გარშე. აი, აქეთაც არის სამარხი. აი. თავის აქედან ალბათ ამოღებულია. გაძარცულია, სავარაუდოდ, როგორც ხდება ხოლმე. დაგემშვიდობებით. შეგიძლიათ მობრძანდეთ, ნახოთ და ათვალიეროთ. ილიას ტბის ზემოთ არის დურუჯის მარჯვენა სანაპიროზე. ცოტა მაღალი გამოვლობის მანქანა გჭირდებათ, იმიტომ რომ მდინარე გაქვთ გადმოსაკვეთი. გაზაფხულზე მით უმეტეს მოიმატებს წყლის დონე. აქეთ აღმოაჩინე კიდე. ვნახეთ უფრო სწორედ. ღვინის ქვევრები. ასევე არის ეხლა კი დაფარულია აქ, მაგრამ იქ რამოდენიმე ადგილას აღმოაჩინე მიწაში არის გაყვანილი წყლის რეზერვუარი ქვებისგან. აი აქ მოდის, იქიდან იწყება, აქეთ გამოდის. და არ ვიცი საით მიდის, როგორ მიდის. აქ ეს არის. აქეთ გამოსასვლელში საკმაოდ დიდი კედელია. კედლის იქითაც არის რაღაც ქვით ნაშენი, შეიძლება ხალხის მიერ არის ახლა ამ ბოლო ხანებში გადადებული ქვები, მაგრამ რაღაცნაირად არ აგავს მასეთს, რომ ვინმეს გადაეყარა იქით ქვა. რაღაც უფრო ნაშენს გავს. აქეთ არის ქვევრები. ანუ ზოგან 2 ქვევრია. დაახლოებით იქნება ტონა ნახევარი. ეს მაღლა იყო ქვევრი შედარებით. ეს ტყვა პატარა იყო. აქ არის, აქაც რაც ისეთი დიდი ქვევრი ჩანს.
იქით არის კიდე ქვევრი და არის კიდე გარეთ. ანუ არ არის ისეთი საკმაოდ დაცული იქნებოდა იმ პერიოდისთვის, რომელიც ნახე და მოვიძე მე-4 საუკუნეში ყოფილა. ეს აშენებული 387 წელს. სიმაღლე საკმაოდ აქ სავარაუდოდ სართულებიც იქნებოდა. ვიღაც გაინტერესებთ, იგიძლიათ მოხვიდეთ. სხვათა შორის ეხლა დავაკვირდი ამას და აი აქ რო დადგე ადამიანი, აქედან, აი შუაში რო დადგე, კონსტრუქცია წააგავს ძალიან გურჯაანის ყველაწმინდას. აქედან, ანუ იქაც ყველაწმინდაშიც შემოსასვლელია, შემოხვალ აგერ სვეტებიც, აი, თუნდაც აქ უფრო ხა მაღალი იქნებოდა და სვეტები შესაბამისად არის. მაგრამ ერთი რაც საინტერესოა, არსად არა აქ სარკმელი. სრულად არის კედელი, უბრალოდ გასასვლელები აქედან გარეთ გასასვლელი, აქაც გარეთ გასასვლელი, ანუ აქაც აი თუ სადმე რამეა, გარეთ გადიხარ. ანუ იგივე გარე პერიმეტრზე გადიხარ ამ შენობის გარეთ. დანარჩენი, ანუ არც სათოფური არა აქ. არც სარკმელი არა აქ. არაფერი ესეთი არა აქ, რომ რაღაც მტრისგან წამოსული თავდაცვითი შემაკავებელი შიგნიდან რომ იბრძოლო, არაფერი არა აქ მაგნაირი. აი, ამ ადგილას არის რაღაც საინტერესოდ, იმიტომ რომ აი, უეთ ერთი კედელი ეს აქ რჩება, მეორე აქეთ არის. აქ შემოსასვლელი არის იქიდან. ესე, ანუ უნდა წამოხვიდე, აქ გამოიარო და შემოხვიდე აქ. აქედან, აქეთ რომ მოგინდეს ვერ გახვალ. აქ მოსასვლელადაც ანალოგიურად იქიდან უნდა წამოხვიდე ესე და შემოხვიდე აქ. მაგრამ აქ ადამიანი ვერ გაეტევა ვერანაირად. იგივეა იქითაც იყო. ანუ რაც ისეთი დამაბნეველი კონსტრუქციაც არის. აქეთ უკვე ჩვეულებრივ დარბაზია. არც აი ანუ აქეთ ბოლომდე დარბაზია. აქაც იგივენაირად დარბაზია, მაგრამ მე აი აქედან უკვე აი აქ ხა მე სადაც ვდგევარ, შედიხარ ესე ეხა აქ არ ვიცი, იგივენაირად არის თუ დაშლილია ქვები. აქ შემოხვალ. აი აქაც ახლობით ისეა გაკეთებული. ანუ შუაში არის კედლები, ისე რომ გარეთას კედლებთან შეხება არა აქვს. იქ მოხვდები, აი აქ მაგალითად ვერსაიდან ვერ მოხვდები შიგნიდან. ანუ ეს ადგილი რაც სხვანაირად არის. აქ თუ კედელი იყო მაღლამდე, ну ალბათ ეს იქნებოდა. მაგრამ ეს აგურია, ძველი არ არის. აი აქ რო გინდოდეს იქიდან აქეთ გადმოსვლა ვერ გადმოხვალ. ანუ ამქეთ აქ იყო ალბათ ესე იქიდან შემოსაძრომი ალბათ და მოხვდებოდი ამ სივრცეში. ამ სივრცედან გადმოხვიდოდი აქ. აქედან მე შედიხარ იქით, მაგრამ დანარჩენი ვერსად არ გადადიხარ.
ეს კედლები ალბათ მაღალი იქნებოდა. იმ სიმაღლე რო ყოფილიყო ეს კედლები. ანუ ამ სივრცეში ადამიანი აქედან მოხვდებოდა მარტო იმიტომ რომ იქიდან შემოხვალ ესე კიბეები უნდა გაიარო. აი აქ არის საინტერესო რამე. ქვების განლაგება. ალბათ რამე ისეთი თავშეყრის ადგილი იყო ან არ ვიცი. აქაც ეს ახლა ალბათ ეს შეიძლება მაღალი კედელი ყოფილიყო, შეიძლება ესეთივე. აი აქ თუ შემოხსვლა გინდოდა, უნდა შემოსულიყავი აქედან. და აქაც ესეა ქვები. ეს იქნებოდა ეს ალბათ ერთ-ერთი შემოსასვლელი. აი ეს კედელი არა ჩანს დანგრეული, იმიტომ რომ სისწორია აი ამ ადგილას. მაგრამ ის კედლები სავარაუდოდ მაღალი იქნებოდა ესეც, აი ეს გაყოლება. მაგის გარეთ კიდე სხვა ზღუდია. შეიძლება ის ჰქონდათ. შუაში წყალი ჩამოუდიოდათ. რომ ესე მარტივად ვერ შემოსულიყავი, მაგრამ მაინც საინტერესოა. ეს შენობა იყო აი ამ სიმაღლე, იმიტომ რომ იქ ალაგია უკვე დასრულებული ფილები. ბოლო სახის. აი ესე. საინტერესოა სახურავად რა ეფარა. იმიტომ რომ აქ მაღლა გადახურული ყველაყვარიანში იქნებოდა აქ ხა. იმხელა სვეტებია, რომ ეს სვეტები ტყუილ უბრალოდ არ იქნება. თან რაც მთავარია ახლო ერთმანეთთან დაშორება არის ძალიან ახლო რა. რაღაც ერთ მეორეზე ხე ან კოჭი რო გადადო მარტივად შეიძლება დადება. არც გრძელი კოჭი არ აჭირდება. დაახლოებით თან რასაც უყურებ სულ სიმეტრიულად არის აშენებული დაშორებებიც. ეხლა ეს დაშორება და ეს თითქმის ერთნაირია. აქაც სვეტებს შორის აქეთ უფრო განიერია. აი სვეტი რო წარმოიდგინოთ თან ყველა სვეტს აქვს ჯვრის ფორმა. აუჩი სხვა რასაც უყურებ ყველა სვეტი არის თუ გაჩვენეთ აი ანუ ჯვრის ფორმა აქვს ყველა მხრიდან და რაც მთავარია სასწაული სიზუსტით არის მოჭრილი და დადებული. დიდ ისტორიას ინახავს ეს ადგილი. აქ არის რამდენი სვეტი? 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 სვეტია შიგნით. და უკვე ის გალავნის ქართველები ვინც ხართ მოგზაურები მე ამ ეტაპისთვის დრონი არ მაქვს, ამიტომ მაღლიდან ვერ გადავიღებ. შეგიძლიათ მობრძანდით, დაათვალიერეთ, ნახოს ბევრმა გაიცნოს ეს ადგილი. აი გარედან რასაც ვაკვირდები არც ამ ადგილს აი ანუ აქ სადაც ეხა მეოდგე ვარ არის პირველი კედელი. მერე იწყება ეს მეორე კედელი და მერე უკვე მესამე კედელი. აი
მართლიანი ამ ტერიტორიას რასაც უყურებ, გარეთ გამოსასვლელია აქედან მხრიდან არის ეს მარტო. ერთი არის იქით ამ მხრიდან, ანუ მარჯვენა შესასვლელიდან, მეორე არის დანარჩენი ესენი, აი ესენი რომ მაღალი ყოფილიყო როგორც ის კედლები, ფიზიკურად შეუძლებელია საიდანვე შესვლა. ანუ ერთადერთი იქიდან შიგნიდან გამოხვიდოდი და მიხვიდოდი იქ. გარედან იქ შეღწევა თითქმის შეუძლებელია. აი აქეთ უფრო არის ადგილები მისასვლელი, იმიტომ რომ აქეთ ცოტა სხვანაირია. დაშორებები აქვს სვეტებს. და აქ უკვე სვეტები 4 კუთხედია, აღარ აქვს ჯვრის ფორმა. ანუ ალბათ ის იქით ამხარე იქნებოდა უკანა მხარე, აქედან იქნებოდა შესასვლელი და ალბათ აქ გარშემოც იქნება ნაგებობები, რომელიც არქეოლოგების მიერ არის შესასწავლი. რაც მთავარია ქართული ჯიგრული პონჩი ნაგავიყრია, ეგ საჭიროა, სხვანაირად საქართველოს არ შეგვიძლია. აგერ ბალუნები, ეს ტრადიცია არ უნდა დაირღვას, აუცილებლად ნაგავი უნდა დავყაროთ. სხვანაირად როგორ შეიძლება, აგერ ბოთლები, პარკი, იქითაც ბოთლები, იქეიფეს, ჯიგრებმა დათვრნენ, დალიეს ქვეყნის ადღეგრძელო, წავიდნენ. აი გაბრიელ, ეს ადგილებში უნდა ვიაროთ ხოლმე და ესე არ უნდა დავაბინძუროთ. შენც რო გაიზდები და ყველა სადაც შეხვდები, აუცილებლად უთხარი, რომ ესე არ უნდა დააბინძურონ არც ეკლესიის ტერიტორია, არც ნებისმიერი სხვა ტერიტორია საქართველოსი.